ეს მოტოსფეროა მოგესალმებით. და როგორც სექტემბერში არა, ნოემბერში ვიყავით ჩვენ, ხო? ხო. როგორც ნოემბერში შეგპირდით, ნოემბერში როგორც იცით, ეიკმაზე მილანში ვიყავით და ვიყავით თორნიკესთან ერთად. და იქ თქვით, რომ ახლო მომავალში აუცილებლად ისევ შემოგთავაზებდით მილანიდან ვლოგს თორნიკესთან ერთად და ისევ თორნიკესთან ერთად ისევ მილანში აი ესე შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს რა. კი ბატონო, მამუკე, რამ შეგაწუხა, აბა რატო დამირეკე, რა მინდა? მე ეხა მილანში რო ჩამოხვალ რა უნდა გააკეთო? უნდა იშოპინგო, ხო? იმიტომ რომ მილანი არის მოდის დედაქალაქი, ხო? შოპინგის დედაქალაქი. ხო, აკვანი დედაქალაქი. ხო და ეხა მე რაზე ვიშოპინგებ ეხა? დიდი ალბათობით მოტოს აქსესუარების ყიდვა გინდა. რა თქმა უნდა. ოღონდ წინასწარ არ შეგვითანხმებია, არაფერი არ ვიცი. უბრალოდ დამირეკე და მითხრა რომ ერთ-ერთი აქსესუარის ყიდვა მინდაოდა. თუ გინდა ეხლა ვეუთხარი და თუ არ გინდა სხვა დროს მოვუყავ. ხო, არა, რატომაც არა, დასამალი რა გვაქვს. მაღაზიაში მივალთ კომენტარებში დაწერონ რის ყიდვას აპირებ. ახლა მოდივართ, ესე იგი, მილანში ეს დაინეს მაღაზია არის ყველაზე დიდი მაღაზია რა, ანუ ამაზე დიდ მაღაზიას მილანში ვეღარ ნახავ. ხო, რამოდენიმეა, მაგრამ ხო. აი, აქაც გწნობენ. სალამი. ჩვენი გამომწერი იყო. მივესალმეთ. შევალთ ახლა დაინესეში და აი უკვე აქედან ხედავ შიგნით რა მაგარი რაღაცები კიდია და ჩემ კრედიტ ოფიცერს დაურეკოთ და რაღაც ჩავარიცხინოთ რა. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა და თქვენი სახელით შეიძლება გვეყიდა აქ რაღაც აქსესუარები. კიდე მე გამოვდივარ ხო შენი სპონსორი? კი, კიდე შენ ხარ ჩემი სპონსორი, რა გავაკეთო? აი, კარი რომ გაგვიღოთ. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე. აი, მოდი დაათვალიერო ჯერ, იმიტომ რომ ახლა ძალიან დიდი მაღაზიაა და მე მგონი ძალიან ბევრს დაინტერესებს რა აქვს. მით უმეტეს ბოლო ვიდეოს უყურე შენსაც და თბილისში მაღაზიები ქონდა თემატურად, კი. შეგიძლია შეადარო კიდეც იქაური რეალობა და ჩვენი რეალობა. აი, უკვე ყურადღებას რო იქცევს ახალი K7. აი, მე მაშინ ჩემ რაღაცებს დავათვალიერებ, მეც ვაპირებ რაღაც შეძენას და რის შეძენას აპირებ? არ ვიცი, რაც მომეწონა. მით უმეტეს ახლა ბაიკიც მყავს და ჯერ არ ვეუბნებით ხალხს, მაგრამ ხო, არა, ჯერ არ გეუბნებით და იცოდეთ რომ არ გეუბნებით რომ თორნიკეს ყავს ბაიკი და ოღონდ არაორდინალური. ცოტათი განსხვავებული. ვინმეს აქვს ნანახი საქართველოში? არა. გონი რომ არა? და არც ექნებათ ხო ნანახი? არა, ნახავენ ჩვენი არხის საშუალებით. ხო, ჩვენი არხიდან ნახავთ, მაგრამ აი ვინც გამოიცნობს მე რა ბაიკი ვიყიდე დაახლოებით 500 ევროს საჩუქრას ვაჩუქებ. ფეიქი კომენტს რო დავწერო? ნახოთ. მე გამოიცნო. ოღონდ უნდა გამოიცნო ზუსტად რა არის. ანუ აი მეორე გამოწვევა, ესე ვთქვათ, ჩვენს არხზე 500 ევროს საჩუქარს პირდები. აქსესუარებს და რაღაცებს ხო? შვენიერი, ვინც გამოიცნობს თორნიკე რა მოტოციკლეტი ყავს, 500 ევროს საჩუქრებს მიიღებს. დედაჩემს YouTube არხი აქვს. მგონი მე ცოტა გაგვიბრაზდებიან, იმიტომ რომ ვერ გამოიცნო მე და მე რითმა რომ არა. ეგ არ არისო, ხო. არა უშავს. ეს ცხოვრება უსამართლოა. უსამართლოა ეს ცხოვრება და ბიჭო, აქ ეხლა რო უყურებ და ცოტა გულმი ფანცვალებს რა გავაკეთო. კაი, მოკლედ მე გავიყოთ, შენი ინტერესები დაათვალე, მე ჩემი ინტერესებს მიხედავ. კარგი. მეც ხო მაინც ყველაფერი უნდა შემოვიარო. კი. და ჩვენი გამომწერებით საჩუქარს რო შევპირდით ერთად ავარჩიოთ. ხო, ეგეც ავარჩიოთ. კი. კი. საინტერესო იქნება. K7-ები არის გამოსული როგორც ცით 2024-ში გამოვიდა და ძალიან მომწონს ეს მოდელი და ძალიან საინტერესოა, უცხოა და თან მე მგონი ჩვენთან არ შემხვედრია ჯერჯერობით არავისთან. ხო და თან არ ვიცი ახლა K7 უფრო მომწონს თუ K6 უფრო მომწონს ვიზუალურად. პისტა თავის ჩვეულ სტილში რა თქმა უნდა რომ გამორჩეულია და ძალიან ლამაზი არის და ძალიან მიზიდავს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეყოლება ისეთ სპონსორი რომელიც აი ამ პისტას სახლში მომართმევს კარებთან. ესე იგი ჩაფხუტების ძალიან დიდი არჩევანი არის. როგორი ჩაფხუტიც გინდა, ისეთი რა მოდულარული full face-ი, half face-ი და ანუ აი ძალიან ლამაზები არის. K3-იც ძალიან ლამაზია და ზოგადად AGV-ის ვიზუალი ჩემთვის პირადად ყველაზე ისეთი არის და დახვეწილი და
ლამაზი და გამოყვანილი და ნამუშევარი არის რა ვიზუალზე აშკარად ეტყობა და ძალიან მომწონს და ძალიან მიზიდავს მაგიტომ მიყვარს AGV და ნუ აი აქეთ რა ხდება ულამაზესია ყველაფერი ძალიან დახვეწილი აქვს რა მთელი რიგი კომბინიზონები აი აქეთ სხვათა შორის როგორც ვიცი დაინესეში თუ შეიძენთ კომბინიზონს რაღაც თანხის დამატების შემთხვევაში მე მგონი ეს თანხა შეადგენს 600 ევროს მთლიან შეუძლიათ რომ თქვენი დიზაინით აწყონ გულისხმობ წარწერებს აი ამ დამცავებზე თუ გინდა საქართველოს დროშებს დავახატინებ შენ წარწერებს გააკეთებინებ ყველაფერს გააკეთებენ შენი გემოვნებით რა და ეს აღსანიშნავია და ძალიან მაგარია აი იმხელა მაღაზია არის ხა აქ რო დადიხარ ყველაფერს ეძებ რაღაც შარვალი მაისური ჟაკეტი ჟილეტი დამცავები ყველაფერი არის უმაღლესი დონის რა და ძალიან დახვეწილი არის უბრალოდ აი უბრალოდ აქ რო არ აღარ მინდა აქიდან გასვლა საერთოდ ეკიპირებას როცა შეიძენ გულისხმობ კომბინიზონს რა აი ეს რაღაცას დაждები სტრიტია სპორტია და იმის მიხედვით სად რა მოგიჭერ შეგიშლის ხელს იმის მიხედვით მე შეუძლია რომ ჩაგისწორონ და გადაგიკეთონ სად რა გიშლის ხელს ნაკერები ყველაფერი შემოწმდება და იმის მიხედვით გაკეთდება თქვენზე მორგებული ეკიპირება ესე რომ ვთქვათ რა რომელიც ხო გექნება ყველაზე კომფორტულად რა ვიდრე სადღაც მაღაზიაში შეიძინო და ვიღაცის ტანზე შეკერილი გეცვალს რა და ერთი ძალიან მაგარი მიზეზი რაც უნდა ვთქვა რატომ უნდა შეიძინოთ აუცილებლად ევროპაში ეკიპირება და ჩაფხუტი თუ აქეთ მოხვედრის საშუალება გექნებათ ისა რომ აქ შეძენილს რა თქმა უნდა რომ ეს ძალიან დიდი პლუსი აქვს რომ შენ ტანზე არგებენ და პლუს მაგას აქედან რომ წაიღებ ტაქსფრის გააკეთებ და უფრო იაფი დაგიჯდება ვიდრე რომ გამოიწერო სიტყვაზე ჩაიტანო საქართველოში გამბაჟებას გადაიხადო და სრული თანხაც აქ ნახე რა ლამაზი არის პროსტო პისტა აი ამაზე დახვეწილი ჩაფხუტი რომელიც ეხა მეტყვიან ერათიო მეც ძალიან მომწონს ერათი მაგრამ დიზაინი არ მომწონს შავი ნუ ფერაცაც ნახავ რა მაისური ხო არ ვაჩქოთ ჩვენი გამომწერებს მოდი ჯერ ავორჩიოთ ჩვენი გამომწერებისთვის ზომა იქნება ესეთი საურჭოფო ამ ხელთათ მან შეგვიძლია უყიდოთ რომელი უფრო ესეთია ხელთათმანი. კაი, მოდი შენ შეგიძლია რომ დამეხმარო ჩაფხუტის არჩევაში? ხო, ჩვენი გემოვნება განსხვავდება, კი, მაგრამ ნუ მოყვები რა. შენ ყავს კავასაკი და ყავს შავი მწვანე. ხო, მე მყავს კავასაკი, შავი და მწვანე ზოლებში. მომავალში რომ შეცვლიდი მოტოს შენ როგორ გონია რა ფერი იქნებოდა? არ ვიცი, რაღაც ფერადი ჭყეტელა ალბათ. ფერადი ჭყეტელა. აი ეს ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ჩაფხუტი არის. აი ეს. ხო. პროსტო მე მინდა ცოტა ახალი მოდელი რა. K1, K3 და ეგ არ მინდა. უმიზნებ K6 ან K7-ს. The difference is between K6 and K7. ანუ ამას ვფიქრობ მეც. Походу ინტერკომსაც უყიდი და ვიზორსაც. თუ გავწვდები დავთვლი. ანუ მეც ანუ ნახე ხარ რამ დამაფიქრა რა. ამას აქ ძალიან ცუდი შესაკრავი, ქვევით ძალიან საჩალი ჩუარი ყოველთვის. და ამას მარტივი შესაკრავი აქვს რა. Походу ინტერკომი ამას შიგნით უყენდება და გარეთ არ ჩანს, მაგრამ 50 ევროთი მეტი არის. ხო და აი მაგაზე ვფიქრობ. ამაზე თუ იყიდი 50 ევრო ისეთი ფული არ არის რომ ამაზე და ან ნახე ამას თუ იყიდი ვიზორების არჩევანი გაქვს ძალიან დიდი. აქ არ გაქვს მაგ ხელა არჩევანი ვიზორებში. ვიზორი რამდენია? შავი გინა და გამჭვირვალე. შავი არა, უფრო პოლარიზებულს ვფიქრობ რა. და პოლარიზებული მოხდება, იმას არ მოხდება. ამას მოხდება პოლარიზებული. და походу ამას ფასდაკლები აქვს 15%. ამაზე მთლიან დიხდი. ხო, მესმის. მე ყოველ შემთხვევაში მაინც ეს მოხდა. ეს ხო? კი.
და მოდი I will try K6 too. Yes. მე მგონი Look at me. Open the visor. It's good. მე მგონი რომ მირჩევნია მეც. Okay, you try two different modes. This one, Yeah. if the head move and the helmet remain here, is Yeah, good. it's good. One finger's here. Okay, if the fingers pass without a problem, it's good. Yeah. სირამენტესებს გინდა შლემი, გინდა ინტერკომი. კომი და კიდე და ჩემთვის всё და მინდა რომ ხელთათ მან ავარჩიო გამომწერებას. This one Yeah. for the K7. Yeah. This one Is for for the K6. Yeah, I Do want you this. prefer? Yeah, okay. Okay, I will buy for him. It's a gift. მე გიყიდი იმას აქ. Okay. და დანარჩენი შენი. აი, არა, მართლა. არა, კაი. ბიჭო, კაი, ხელთათ მანი მიყიდე. არა. შემოფოლოვება რო არ. შე. It's for me. It's your brother in adventure. Yeah. Hold on a second. რავი, ჩვენ პატარა საჩუქარია რა. შენ მოტო იმას აკია channels YouTube-ზე ერთი ახალ helmet შევმატეთ და დანარჩენი ხა შენ ფოლოვერებმა იციან რა. თუ აგიყვანენ 2-3 და 10000 გამომწერზე ოფლმა დამასხა. აი, უკეთეს რავი მოტო მეჩუქნებ მომავალ. ამინ. ბიჭო, ანუ Because okay. ვა. This is the interface. რა გინდა რომ თავიდან ჩაფიქრებული გქონდა რომ მოინდომი ამის ყიდვა მეთქი ვაჩქოს. და არა მარტო მე, ჩემო მეგობრებმაც გაითვალისწინეს ეს ყველაფერი და მოკლედ ყველა გვერდში გიდგას მამული. რავი. რატო გაწეთდი პროსტო ეგ მაინტერესებს. თუ დამცხა. გამომწერებისთვის გინდა კიდე მამუკა ნუ დაიბენ ახლა რაღაცა ხო, ანუ ცოტა არა ძალიან დავიბენ. თან ბიჭო, ისე მილაგდა რომ ანუ წინა ვიდეოში ხელთათვარები მაჩქეს. ეხაც ეს რაღაც და ანუ აი საუკეთესო წელია მე მგონი 2025 ჩემთვის და ძალიან მაგრა დაიწყო სეზონი და ვეღარ ვლაპარაკობ რა, ანუ აი ვაფშე არ ველოდი ეხა ამას რომ რაღაც ჩემს რო დავამატო და ბარ პისტო ვიყიდოთ. მოგითხარი რომელიც ისემონი იყოს რომ გაისინჯე თუ ეს მოგწონს და ამის ყიდვაგენ და ამას ჩვენ გჩუქნით. თუ პისტას აპირებ, მაშინ პისტაზე უაჭრობა მოგვიწევს. არა, თუ პისტას ყიდვაგენა გიგეთ პისტას, მაგრამ არა, არ გასწრებს. სპორტი და ტურიზმი მეგონი იდეალურია ჩემთვის კი, ამ ეტაპზე იდეალურია. თუ ბოლოს დავიწყებ, მე იქნება აუცილებლად. ბიჭო, ძალიან დამცხაჭი. Bag, if you want. And, This one is in your country. You don't find. აჰა, ჩვენ ქვეყანაში ვერ ნახავთ ესეთ ჩანთასო. This one has the 50% discount. And what's And the you can price? Your bags, your helmet, like a bags, and if you want, you can use in free time, for example. For not having the box. მე მგონი რომ კაი რაღაცა 25 ევრო გიც რო. დიდი მადლობები. გაცვითეო როგორ გითხარ. Okay. ბიჭო. კიდე გიყიდო. მე გიყიდი მაგას. აი რაღაც ესეთი. ხო, ზაფხულის ვარიანტია გამოვიდა. ზაფხულის არის მოდი ეს ვაჩუქოთ. და აი ხა მე რო გამახარეს რამდენი გამომწერი კოსში? 1853. ხო და რავი, ესეც საჩუქრებს ჩუქნით და რა ხდება მამუკა მოდი. არ ვიცი. ჩემი აზრით უფრო ხო უნდა მოვიხოდოთ და მე საჩუქრების ის ხო გაიზრდება რა. პირდაპირ პროპორციულია. ახალი შლემი ჰელმეტი სხვასაც ხო უნდა ხო შეგპირდი. ხო შეგპირდი. კომენტარებში ერთგვარად უნდა მიგიცნო. What motorcycle do you have?
In the 2024, I have the Ducati Panigale 1199. Okay. And now I sell the moto. I have bought the CBR 1000 RR. CBR 2006 only for the racing track. And after the 20th of September, I buy the BMW. Yeah. Is my married? You have good taste. I'm Italian. I know. Okay. And if you want for your subscriber or any guys follow you and make you want some gift, Yeah. for example on your channel, in my suggestion, Dainese Milano with the map or the skyline of Milano is a good gift for if you have a much more follower. ხო? This is an idea, but ეს ძალიან პატარა, იმი ისეთია, რომ buy another item. მაგარი კაცია, იცის გაყიდვა ბრატ. ხო, ანუ აი როგორ გავათამაშოთ, მოდი ეს მოვიფიქროთ. და ვიდეოს ბოლოს უთხრათ. კაი, ჯერ ვანახოთ მაშინ. And your wife also. 3. Okay. 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 აჰა. და წინ. ხო, ეს არის წინ. ეს არის ზურგზე და მილანში დაინეზის რომელ მაღაზიაში შენაყიდე, შეგიძლია გაიგო. ანუ მეგონი ძალიან მაგარი საჩუქარი. ძალიან მაგარი საჩუქარი არის და მოვიფიქრებთ ამას როგორ გავათამაშებთ და აუცილებლად ვიტყვი ვიდეოში. ხო და rilс ჩაწერეთ ცალკე რამე მოიფიქრე და გაათამაშე, ყველა ვარიანტი უნდა გაათამაშო და всё, ორივე გათამაშდება rilsით სავარაუდოდ გადაზიარებით და დასაბსკრაიბებით გავაკეთებთ. სული არავის არ წდება, ვინც მოიგებს, ყველა მიულოცოთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი საჩუქარი. ნამდვილად. ვინც არ უნდა მოიგოს იმისთვის. ჭვანო თქვენ ესა თავიდანვე დაპლანული გქონდათ? ხო, რო თქვი რომ მინდა რაღაცის ყიდვა, ვიფიქრეთ რა საჩუქარი გაგვეკეთებინა და ამ საჩუქრის ფარგლებში მე გამოვხატე ინიციატივა, კი ჩვენმა ერთმა მეგობარმა გამოვხატა, რომელზეც არ ჯობია რომ ვიდეოში არ ვისაუბროთ. ძალიან დიდი ბევრი ფული აქვს და მაგრამ მივხვდი მე მგონი კი, მივხვდი ვინც ვისაც არის საუბარი. რამოდენიმე მეგობარმა რა. 4-ს არ აღემატება, იმიტომ რომ შენ მეტი მეგობრები არ ყავს ამ. თორე მეტი შეგროვება. მაგრამ სიმბოლურია რა, არა აქვს მნიშვნელობა რას იყიდიდი, ყველა ვარიანტი უნდა გადაგვეხადა. სულ ყველაზე ძვირიანიც რო აგეღო, მაგრამ ამაზე ძვირიანი ნუ რავი 100 евро იყო განსხვავება და იმ ჰელმეტს თუ აიღებდი, იმასაც გადავიხდი. უბრალოდ პრობლემა არა. მაგრამ გაუთვალისწინებლად მაინც დახარჯე რაღაცები. ხო, საჩუქარი იყიდე ზედა ეხა 20 евро ხო არ ღირს, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ზედა შეგიძლია ვანახოთ კიდე საუკეთესო, ხო? აგდევს 24-ის კოლექცია. და ამ კოლექციაში მხოლოდ ამას აქვს მილანის ამ მაღაზიის ინიციალები, რომ იცოდნენ რომ აქ არის ნაკლი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი დაინეზის მაღაზია მილანში. რავი, სიმბოლიკით თუ დატვირთავ, ძალიან დატვირთული საჩუქარი გამოვიდა. და სხვადასხვა რავი, ნახოთ შემდეგი ხო, ანუ ჩვენ არ გვენონება არავის არაფერი, ხო? კი, ჩვენ არ გვენონება. თავარია დავინახოთ თქვენი აქტიურობაც და რავი, აი რაც YouTube არხი მაქვს, ყოველთვის მაგ საქმეს ვაკეთებთ, რომ გავახაროთ აუცილებლად სხვებიც რა. და რა თქმა უნდა არ შევწყვეტთ ამას, უბრალოდ დაგვანახეთ თქვენს თქვენი მხარდაჭერა, თქვენი აქტიურობა, რომ ეს რაღაც ენთუზიაზმი, რითიც ამ ყველაფერს ვაკეთებთ, რაღაცნაირად არ ჩაცხრეს რა და ამის სურვილი კიდევ და კიდევ გქონდეს. ანონსებს არ მიდიხარ? ორი როგორ გრძელდება შენ? კი. ოღონდ არაფერი არ მახსოვს ახლა, აი საერთოდ აღარაფერი აღარ მახსოვს. ჩემი სახელი და გვარიც აღარ მახსოვს რა და. Okay. ახლა აქედან დაგემშვიდობებით, აი ამ რაღაცებს მოვაგვარებთ. და აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს ვიდეოს, იმიტომ რომ აქედანაც მილანიდან მივდივართ ძალიან მაგარ ადგილას. სად მივდივართ თორნიკე? მივდივართ პორტუგალიაში. მივდივართ პორტუგალიაში. კრისტიანო რონალდუს სამშობლოში. ან მოტობლოგს გადაიღებ შენ საქმის მიხედავ და ჩვენ რამოდენიმე ბიზნეს შეხვედრა გვაქვს და თან გვინდა რომ სერფინგზეც ვისრიალოთ თუ შესაძლებლობა გვექნება. ვისრიალოთ. ასე რომ დაგემშვიდობებთ ახლა აქედან და არ გაგვეთიშოთ ესე ვთქვათ გამოყევით ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან მაგარ რაღაცებს ნახავთ ჩვენს YouTube არხზე, როგორც ყოველთვის. სერფინგით სასწავლად მოვედით ოკეანეზე
პირველად გავარ სერფინგზე ძალიან მაგარია. აი, ძალიან მაგარია. ჩამოდით ყველა ის სერფინგეთ იმენა აი. მაგრად გაერთობით, არ ინანებთ საერთოდ. თოკო! თოკო არ მოდის. ეხლა მე პედლიკას დავდებ და შევალისე კამერა. Let's take this thing higher, higher than you ever been. Stand tall like Everest. I mean higher. You ain't gotta settle in. Go places they never been. We go higher, non-stop. Take it to the top, even when the ball drops. My man, we go higher. It's time to go higher. Let's take this thing higher. Higher than you ever been. Non-stop, stand tall like Everest. My man, we go. It's time to go. Let's take this thing. Woo! Let's take this thing higher. Non-stop, it's time to go. We going higher than this. My man, we keep running. Ain't no calling it quits. Look at the time and the risk. Ain't no time to coexist. I want more than what they offer. Baba Shushetsi, Coco. Baba Shushetsi. Baba Shushetsi. გინე მე მივასწავლეთ. Teach you bad words. You can. ჩვენ შევთანხმდით რომ საქართველოში რომ ჩამოვა, ხინგალი და ხაჭაპური უნდა ვაჭამოთ. მარტო? არა, კიდე ბევრი რამე. მოტოციკლების წარება უნდა ვასწავლო და ცხენების გატაობა. Driving bicycles and horse. They're in Georgia. Yeah. No problem. If you guys are really talking seriously, I will be there. We are serious people. We never talk serious. You can In write us. Portugal, what means kayate? Galata. Shut up. Shut up. Shut up. One, All day. one woman told me. Really? Yeah, I was Galata. talking like in Georgian and the old woman kayate. Cállate. It's Spanish. Was she Spanish? I don't know. Cállate. It's Spanish. In Portugal, how is shut ლიზა up? როგორი იყო? Galata. ძალიან კარგი. მოგეწონა? And how? კი და ბოლოს ნახე როგორ გადამიღე. აქიდან იქ მე იქიდან გადაგიღე და აქიდან გიყურებ რა ლაპარაკობ დავდექი? თვითონ რომ გამოდი ხო? კიდე ჩამოვიდეთ. Guys, muchachos, my brother. კიდე მინდა. მეს. რა სიტყვი როგორი იყო თოკო? ბიჭო, არ ვიცი, მე ბანანი ცრიალებდი ხარ. მაინც ახლა ურეკის ზღვა სხვანაირია და შენ ურეკში მიჩვეული იყო ხარ ხო? ო, ურეკის ქვიშა, იქიდან გადმოუტანიათ. შევარდნაძეს გაუყიდია მაგის დეგასელი. ეს მიწა არის ურეკიდან. გუშინ მეუნებოდა იაფად ჩავიბარეთო სხვა შორის. არ იცოდა საიდან მოიტანეს, მაგრამ იქით არის კიდე შეკვეთილის. შეკვეთილი მიწა არის იქით? ანუ ეს მაგნიტური არის და მკურნავს. მაგნიტურია ხო ურეკის არის, თორე ამათ დედა ქონდათ მოტყნული ამათ ხო. ყველას მუხლების პრობლემა ქონია პორტუგალიაში, ან შეხედა. და ჩვენ რაც ჩამოვიტანეთ იმის მერე განიკურნენ ანუ. და როგორ იყო თვითონ სრიალი რა სიტყვი? ურჩევ ხალხს რომ ჩამოვიდნენ და ისრიალონ. კი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია, საერთოდ ახალი ემოციებია. ფიზიკაც სხვანაირად მუშაობს, როცა ტალღაზე ხარ, უნდა გძნობდე რა ქვია იმას ტალღა უნდა იგრძნო. მოქცევას უნდა გძნობდე და მიქცევას წყლის რა როგორ მოდის და მიდის, იმიტომ რომ სადაც ტალღა წარმოიშვება, იქ ვერ შეხვალ. აუცილებლად უნდა აუარო ტალღის წარმოქმნის ადგილს, თორე დაფა მოხვდება და მძიმეა და რაღაცას იტკენ. თან რიფებიც არის, ქვებიც არის, კლდებიც არის. იმის მიუხედავად, რომ აი ესეთ წყალია, მაინც არის მომენტები ჩავარდნის, ამოვარდნის შავად, მაგრამ სხვანაირად სერფინგი არ გამოვა რა. ხო და დატრიალდება. ანუ დაჟე იმ ადამიანებმა ვინც სულ არ იციან იდეალური რაღაც არის სერფინგის სასწავლო რა, იმიტომ რომ ღრმა არა, ძალიან სიღრმეში შედიხარ და ანუ სიღრმე მაქსიმუმ ყელამდე თუ ამოგივიდეს რა. კი, აი ჩვენი მეგობარი ვინც არის, წლებია ვიცი. ხო. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სკოლა, ასწავლის თვითონ და როგორც გითხრა, უმეტესობა შეიძლება ნახევარზე მეტად ცურვა არ იცის. თან ცურვა ჩვენი ტრადიციული გაგებით ხო არ არის ცურვა. ხო, რა თქმა უნდა. ეს უბრალოდ თუ არ იხჩობი, იმას არ ნიშნავს, რომ ცურვა იცის. და შესაბამისად ეგეთი ადამიანები სწავლობენ ძალიან მარტივად. ხო, აი ეს ჩვენ მეგობრების ისაა რა ქვია. სერფინგის მოტოსკოლა. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და ისე ამბობთ.
ჩვენი პრომოკოდით მოვაკითხეთ, უთხარით. ამათ მეგობრები ვართ და დაგიკლებ. ან დაგვიმეგობრდით და ჩვენთან და დიარეთ, როცა სეზონია და როცა ზუსტად იმ დროს უნდა მოხვიდეთ, როცა საჭირო. ძალიან მაგარი იყო, ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ მეც და რავი, აი ვაფშე სხვა кайფი არის რა. და აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენ კიდევ აქ. შეგიძლიათ გამოვყვეთ თუ ჩვენთან ერთად თუ ჩვენთან იმეგობრებოდ შეგიძლიათ გამოვყვეთ და ერთად ვისიამოვნოთ ამ ყველაფრით. მოკლედ აქ სრულდება ჩვენი მოგზაურობა და შესაბამისად ვიდეოს დასასრულიც მოახლოვდა. ერთი-ორი თქვით რომ შევაჯამოთ თოკო, რა სიტყვი, როგორ იქმაყოფილი ხარ და რატომ ღირს რომ ჩვენთან იმეგობროს ხალხმა და გამოყოს ხოლმე სადაც წავალთ. მე მგონია რომ საინტერესოა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. უბრალოდ თან შენიშვნას მივცემ ალბათ ჩვენ თავს რომ იმდენად გართულები ვართ საქმეშიც, სრიალშიც, даже მაღაზიებშიც, ახლა კავასაკიშიც რო ვიყავით, აპრილიაშიც რო ვიყავით, რომ იმდენის ჩვენება გვინდოდა და მე რომ ნახულობთ რომ იმდენად გავერთეთ რომ ძალიან ბევრი რამე ვერ ვაჩვენეთ კიდე. ასე რომ აუცილებელია რომ სოციალურ ქსელშიც დაგვიმეგობრდნენ და YouTube გვერდიც გამოიწერა. ხო, იმიტომ რომ ჩვენს Instagram-ზეც ხშირად იდება ხოლმე ჩვენი ხო, ისეთი აი ყოველდღიური რაღაცეები ყოველთვის Instagram-ზე იდება ხოლმე და TikTok-ზე და მე მგონი ვინც თვალს გადენებს საერთო ინფორმაციას ესე შეკრავს უკეთეს. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენი Instagram-ი აუცილებლად იქნება აღწერაში, გადადით, გამოგხსოვით Instagram-ზეც, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან საინტერესო რაღაც მომენტები და მონაკვეთები რა. რაც შეეხება კიდე თავგადასავალს, რომელიც ჰქონდა ძალიან საინტერესო თავგადასავალი იყო, უამრავი ხალხი გაიცანი, რომლებიც საქართველოს ჩამოვლენ და აუცილებლად ჩამოვლენ, არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც მოტომოყვარულები არიან, ყავთ მოტოები, დაგვეთვალელებინეს გვანახეს, იყვნენ შესაბამისად ცოტა ხანში შესული პიროვნებებიც, რომელიც ძალიან მაგარ გამოცდილებას გვიზიარებენ, იმიტომ რომ ეხლა წინაზე ესპანეთი რო აიღო, ეხლა პორტუგალი რო აიღო, ისეთი დრელიეფი რომ მოტო, ალბათ ორი მოტო ყავთ ხოლმე, ჩვენ ვინ შეხვდა, არ ვიცით როგორ, მაგრამ ერთი სტრიტი და ერთი ენდურო ყველას ყავს. რაღაცა ჩვეულებრივი ის არის იმათვის მოცემულობაა, რომ აი, რავი, აბა არ ყავს, ხო, რაღაცა ჩვენც ვეუბნოდით ერთ-ერთჯერ უთხარით, რომ ჩვენც ყავს. ხო, ნუ ჩვენ მეგობრებს ყავთ იმას ყავთ ამას ყავს და სტომა გვაქვს აღნიშნულ ტექნიკაზე და ყოველთვის ვამბობდი რომ ჩვენც გვაქვს და გამოცდილება რაც გვაქვს იმას ვიზიარებთ და იმათთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ეხლა წარმოიდგინეთ კონსულტანტი, რომელიც მუშაობს AGV-ში, ხო, ყავდა მეორედ შევცვალე მოტო და იქ ეყენა და გვანახა 20-24-იანი ჯერ დუგატი ყავდა, ეხლა BMW. შეუძლიათ თავს უფლება მიცენ მსგავსი გასართობებით რომ და გაახალისონ თავიანთი ცხოვრება და ძალიან მაგარი გამოცდილება ჩვენ ამ ყველაფერს რომ ნახულობთ უფრო მოტივირებულები ხდებით რა თქმა უნდა და მომავალში გვაქვს იგივე გეგმები რომ უფრო დავააპდეიტოთ ტექნიკას, დავააპდეიტოთ აქსესუარებიც, თავგადასავალიც, სხვადასხვა ქვეყნების და ასე შემდეგ. მე მგონი საერთო ჯამში ჯობია გამოგიწერა. მე ყველა ვლაპარაკობ, მე მგონი შენ უნდა გამოგიწეროთ, რომ მე არა, იდეალურად ისაუბრე, შედაც ისაუბრე, კარგად მაშინ ვსაუბრობ და ფულს აღარ გადამიხდი, რა ვიგებდი და წავალ YouTube არხის მეტი რა. ხო, არა, აუცილებელია რომ გამოგვიწეროთ, გამოყვეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავთ ჩვენს არხზე და ჩვენს Instagram და Facebook გვერდზე, არა აქვს მნიშვნელობასად. ყველგან ძალიან აქტიურები ვართ, ასე რომ გამოყევით, არ ინანებთ არც ერთი წამით რა. წავედით, ჩამოვალთ, შეგხვდებით თბილისში და ცოტა არ იყოს გული მწყდება რომ მივდივართ რა. იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო, ძალიან. ბარემ მაშინ ახანს შევეხეთ აი ამ ერთად მოგზაურობებს და ათს რაღაცას რაც შეგვიძლია რომ ერთად გავაკეთოთ და უფრო ხალისიანად და უფრო დიდი ინტერესი ჩავდოთ ამ ყველაფერში კი არა და უფრო ხალისიანად და უფრო საინტერესო რო გავხალოთ ეს მოგზაურობები, აქვე ვიტყვი რომ 2025 წლის EICMA-ს გამოფენაზე, რომელიც მილანში ყოველწლიურად ტარდება ხოლმე, გეპატიჟებით, შეგიძლიათ წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად, ჩვენ დაგაკვალიანებთ ყველაფერში, მოგეხმარებით და რავი, ერთად წამოვალთ თბილისიდან EICMA-ზე, ერთად გავერთობით, ერთად ვიმოგზაურებთ, ერთად ვნახავთ რაღაც ახალ ტექნიკებს და რავი, მეც ვფიქრობ, რომ მარტო სიარულს ჯობია რომ რაღაც შენი ინტერესების მქონე ადამიანების წრეში იმოძრაო, იმოგზაურო და რავი, ეგრე უფრო საინტერესო არის მე მგონი რა. ეს სხვათა შორის ყოველწლიური თუ გახდება ეს თქვენი ინიციატივა რომ
მოტომოყვარულები წამოხვიდეთ ხოლმე. კი, ჩვენს ქვეყანასაც ესე რო ვთქვათ რაღაცნაირად მაგრამ გააშვიდოთ. ხო, ხა წელს რამდენი ადამიანი შეგხვდა სამწუხაროდ თქვენ ადრე იყავით და მე ბოლო დღეს შემოგიერთდით, მაგრამ ის იყო რა ქვია. ძალიან ბევრი ადამიანი შეგხვდა, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ, ну თავიდანვე მოგწერეს და ვიცოდით რომ იქ ჩამოდიოდნენ, უბრალოდ ცალ-ცალკე ჩავედით რა. და ძალიან მოსაწყენი იყო და მე რო ერთად გავიჩიტეთ და ხო, შევხვდით, მე ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ მე იმდენ რაღაცას უზიარებთ ერთმანეთს, რომ წასვლა აღარ გვინდოდა. კი, რაღაც მე მქონდა ნანახი და ისეძებდა და არ იცოდა და ეს მქონდა და ვერ ვტოვებდნენ, იმიტომ რომ კაი სიტუაცია იყო, როცა ერთად ხარ და საერთო ინტერესები საინტერესოები გაქვთ ადამიანებს და ამ საერთო ინტერესების გარშემო ერთიანდებით და ნახულობთ იმ ყველაფერს, რაც ძალიან დიდი მოვლენა არის, მე ვამტკიცოთ მოტოსამყაროში, კი, ერთ-ერთი უდიდესი მე მგონი რა ყველაფერი ახალი მაგამ ფენაზე არის. ასე რომ, რავი, ჩემი აზრით თუ მოტოციკლეტები გაინტერესებს, მოტოციკლეტებით ხარ შეპყრობილი და გიყვარს ეს სფერო და ეს ტექნიკა, ეს გამოფენა არ უნდა გამოტოვო რა და მე უბრალოდ გეუბნებით რომ ჩვენთან ერთად ბევრად უფრო საინტერესო იქნება და ბევრად უფრო მაგრად გავერთობით ერთად ვიდრე ცალ-ცალკე რა. კი ბატონო, მანდაც და მომავალში გერმანიაშიც და ასე შემდეგ. მოკლედ თუ იმეს რამე გაინტერესებთ მოტოსფეროში რა ხდება საქართველოშიც და მსოფლიოშიც, აუცილებლად დაგეკონტაქტონ და ყველა ინფორმაციას გავუზიაროთ. აუცილებლად. ასე რომ გამოიწერეთ არხი, გამოგყევით ჩვენ სოციალურ ქსელებზე და იყავით აქტიურები ჩვენს გვერდებზე, შეგვეხმიანეთ, მოგწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ და ამ ყველაფერში უკეთესად გაგარკვევთ. აქვე მინდა აღნიშნო, რომ მოგზაურობისას ძალიან მნიშვნელოვანი არის გეცვას კარგი ფეხსაცმელი და კომფორტული და ძალიან დიდი მადლობა თამაჯის, აგერ შეგახედებთ, აი ესეთი ქართული დროშით, ქართული რუკით ძალიან კომფორტული და ესეთი ფეხსაცმელი არის, გამორჩეული ვიზუალის რა და შეგიძლიათ შევზანეთ თამაჯიზე და შეიძინოთ ეს ფეხსაცმელი თქვენც. მადლობა მე Nike-ს, რომ საერთოდ არიციან ჩემი არსებობის შესახებ და არაფერს არ მიგზავნიან. მადლობა Nike-ს. და თუ ამ ვიდეოს შემთხვევით Nike-ის დამფუძნებელი უყურებს, დაგვეკონტაქტოს. რომ 15%-იანი ფასდაკლება მე ძალიან გამოგეძიერებ და ამ კონკრეტულ მომენტში. მოსულ მე ხო მიყიდი ხოლმე რაღაცებს. всё